აუ ლექსი რო არ ვისწავლო არ შეიძლება. რას ქვია ომარიკო არ ისწავლო კაცო, მიდი დავიწყოთ ახლა. ვაზი უხმობს პატარებს, მოდით ყველანი. გაიმეორე მიდი. ვაზი უხმობს პატარებს, მოდით ყველანი. შეეშვი ვერ იზეპირებს ხო ხედავ? არ მაინტერესებს ეგ მე. ლექსები მეც მიჭირდა ხოლმე, გენაცვალე, მაგრამ დედაჩემი რო აიღებდა ხოლმე ფეჩის საჩხრებს, აი მე კაი დედიშვილი იყავი არ გესწავლა. გააგრძელე მიდი აბა, თქვენს გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი. გაიმეორე მიდი. თქვენს გასინჯეთ აუ ყურძენი გვაქვს. შეხედე რაზე უნდა ეხლა რომ გადამატანინოს ყურადღება. ყურძენს მოგცემ მე შენ. გაიმეორე მიდი ახლა მთელი სტროფი გადავაბად. დაიწყე. ვერ ვსწავლობ ამ ლექსს. სიტყვილად ტირი ხარ, ინგას ცრემლების არ ჯერა. მიდი ახლა მეორე სტროფი აბა ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზვრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. ჩხა რა არის? არ არის ახლა კაცო მაგის დრო დაიზეპირე მიდი რა. აუ ტუალეტში გავალეთი წუთი. წადი ხო, მალე მოდი ოღონდ. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი იშლება ნერვიულობით. არა უშავს, არ მეჩქარება არსად, მთელი ღამე წინ არის. დე მოუყევი ლექსი და ნატო მასწავლებელმა ათიანი დამაწერა ხელზე. უყურე? აი რა კარგია რომ ვისწავლეთ გუშინ. მოდი აბა ერთი მაჩვენე. თვითონ 0-1 რატო გაწერიო მარიკო ხელზე?